ერთ-ერთი კონფერენციის წმინდა ბართლომეს სახელობის ტაძარში, სადაც ბართლომე მოციქულის ხსენების დღეს 11 ივნისს გაიმართა მსახურება პატრიარქ ბართლომეს პატივსაცემად. აღნიშნულ ინფორმაციას ვეცნობით 13 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ორთოდოქს ქრისტიანეთის ვებგვერდზე. ზედიზედ მეორე წელია ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური არქიეპისკოპატის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა გადაწყვიტა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს სახელობის დღე აღენიშნა მანჰეტენის ეპისკოპალურ ტაძარში. წმინდა ბართლომე მოციქულის სახელობის ეკლესია აშკარად არის LGBT უმცირესობის მომხრე და 10 ივნისს დიდ მწუხრზე ყველას უნდა გაევლო ჭყალებში პროგრესული სიამაყის დროშის ქვეშ, რომელიც ეკლესიის თავზეა მოთავსებული. ეკლესიის ვებსაიტზე ასევე განთავსებულია წმინდა ჯვრის სურათები, რომლებიც მკრეხელურად არის მორთული ცისარტყელას ფერებით და ასოებით LGBT. მეტიც, ამით ჩაანაცვლეს წარწერა იესო ნაზარეველი, ებრაელთა მეფე. კონსტანტინოპოლის იერარქების გარდა შეკრებაზე იმყოფებოდა ქართველი მართლმადიდებელი იერარქი, ამერიკაში ეპისკოპოსი, საბაც, ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური არქიეპისკოპატის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა თავის გადაგებაში აღნიშნა. ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიო პატრიარქის სახელობის დღესასწაულს, აქ სხვა ქრისტიანული თემების ეკლესიაში, რადგან მისი უწმინდესობა არის მსოფლიოობის განსაზღვრება, ის ჩვენი უფლის, ღმერთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს კვალდაკვალ, განუწყვეტლივ უახლოვდება მათ, ვინც მის წრესა და რწმენის ფარგლებს სცილდება. მსოფლიო პატრიარქი ყველა ადამიანის სულიერი მამაა. ხვდებიან ამას ისინი თუ არა. სხვა ქრისტიანული ტრადიციიდან ნახსენებ ამ ეკლესიაში ყოფნა არის ჩვენი ფართო და ყოვლისმომცველი სიყვარულის ნიშანი. ამაღამ, აქ ჩვენი ყოფნისა და ლოცვების ჭეშმარიტება იგივეა, რაც მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს ხედვა, რომელიც მან წარმოთქვა რამდენიმე წლის წინ. ეს არის ჩვენი რწმენა და ამავე დროს იმედი, რომ ქრისტიანობა შეიძლება განიხილებოდეს როგორც სიყვარულისა და დიალოგის რელიგია. სახარებისეული ხედვები არის ის, რასაც ესწრაფვის რომ განახორციელოს და მხარი დაუჭიროს თანამედროვე სამყაროში. მართლმადიდებელმა ეკლესიამ. მეუფესაბას საქციელი ყოვლად აღმაშფოთებელია. ჯერ ერთი ის მონაწილეობას ღებულობდა პროტესტანტულ ტაძარში ჩატარებულ მსახურებაში, ანუ ეკუმენისტურ მსახურებაში. მეორე, ის რომ მან თავის მონაწილეობით იქადაგა LGBT მიმღებლობა, არ შერცხვა და შევიდა ტაძარში, რომლის თავზეც LGBT დროშა ფრიალებს, ხოლო ტაძრის თემებისთვის მისაღებია მკრეხელური LGBT ჯვარი. უფალო, შეგვიწყალე. მან უღალატა ქრისტეს, წმინდა წერილს, წმინდა მამებს, რუის ურბნისის ძეგლის წერას, ჩვენს ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. ასეთი ეპისკოპოსი სამარცხვინოა როგორც ეკლესიისთვის, ისე მთელი ქართველი ერისთვის. მისი დატოვება ეკლესიის წიაღში ეკლესიის მხრიდან იმ ნელთბილობის გამოვლინება იქნება, რომელიც ასეს ძაგს უფალს. მეუფე საბას სხვა სამარცხვინო საქციელებზე აღარ გავაგრძელებთ სიტყვას.